გადმოცემის თანახმად ქრისტიანობის საქადაგებლად დედა ღვთისმშობელმა თავის წილხვედრ ქვეყანაში საქართველოში წმინდა ნინო შეარჩია. ის ახალგაზრდა ქალს ძილში გამოეცხადა და უთხრა: "წადი ჩრდილოეთ ქვეყანაში და უქადაგე მათ ჩემი ძის სახარება. მე ვიქნები შენი მფარველი და შემწი ამ მოგზაურობაში." ამას როგორ შევძლებ, დედოფალო? უსწავლელი და სუსტი ვარ. რასაც სწავლი შემაძლებინებს ამ დიდ საქმეს. მაშინ წმინდა მარიამმა ვაზის რტოსგან შეკრული ჯვარი ჩაუდო ხელში და უთხრა: ეს იქნება შენი მცველი და ამით ძლევ ყოველგვარ წინააღმდეგობას. განივრცობა შენი ქადაგება და მე არასდროს დაგტოვებ შენ. ამ სიზმრისგან გამოგვიძებულმა ნინო მიხილა, რომ ხელში მართლაც ვაზის ჯვარი ეჭირა. ამან საბოლოოდ განუმტკიცა რწმენა, რომ ეს მისი მისია იყო და კაბადოკიელი ქალი ამ მისიის აღსასრულებლად საქართველოსკენ დაიძრა. ზაფხულში წმინდა ნინო ჯავახეთის მთებს მოადგა. ძნელ გზაზე უხდებოდა ნინოს სიარული. ის ქართლისაკენ მიმავალ მგზავრებს შეუერთდა და ასე მიადგა ქალაქ ურბნის. ერთ დღეს უამრავი ხალხი დაიძრა სატახტო ქალაქ მცხეთისაკენ. ისინი ურბნისიდან მცხეთაში თავიანთი კერპების თაყვანსაცემად მიდიოდნენ. ნინოც ამ ხალხს გაჰყვა. გამობრძანდა მირიან მეფე. ირგვლივ ისმოდა სიმღერა. ნინო გაოცებული შესქეროდა მირიან მეფესა და მის ერს. ყველაზე მეტად კი ის კერპებმა შეაძრწუნა. ნინომ ხელი ზეცისკენ აღაპყრო და ცრემლით შეევედრა უფალს. უფალო იესო ქრისტე, გამოაჩინე შენი ძლიერება, ჰქმენ სასწაული, რათა დაინახოს ამ ხალხმა, რომ შენ ხარ ერთადერთი ღმერთი და მხოლოდ შენ შემოგწირონ დიდება. როგორც კი ლოცვა დაასრულა, ამოვარდა ქარიშხალი, გაისმა ქუხილის შემზარავი ხმა, მეფე, მთავრები, ხალხი შეძრწუნებულნი გაიქცნენ თავიანთი სასახლეებისაკენ. კერპებს თავს დაატყდა საოცარი სეტყვა და სრულიად შემოსრა ისინი. შემდეგ მყუდროებამ დაისადგურა. ნინო იქვე იყო, მაგრამ მას სეტყვის ერთი მარცვალიც არ დასცენია. შემდეგ ქალაქიდან გამოვიდა ხალხი თავიანთი კერპების სანახავად, მაგრამ მათ კვალსაც ვერ მიაგნეს. ნინო მაყლოვანში დღე და გამლოცულობდა. აქ ცხოვრობდა 6 წლის მანძილზე და ლოცვით კურნავდა ავადმყოფებს. ნინოს მოღვაწეობის ამბავი აცნობეს ნანა დედოფალს, რომელიც მძიმე სენით იყო შეპყრობილი. ნანა დედოფალმა არად ჩააგდო სამეფო დიდება, თავი დაიმცირა და მივიდა წმინდა ნინოსთან სამკურნალოდ. დედოფალი ნანა სხვა წარჩინებულ სეფექალებთან ერთად დაემოწაფა ნინოს. მირიან მეფეს ეგონა, რომ ნინოს ავადმყოფთა განკურნებელ ძალას კერპები ანიჭებდნენ. ერთ დღეს მირიან მეფე სანადიროდ წავიდა. ზაფხული იყო. ღვთისნებით მირიანს თვალთ დაუბნელდა, წყდიადმა მოიცვა. მირიანმა მსახურებს და მთავრებს უბრძანა: ევედრეთ ზადენს და არმას, სთხოვეთ